ჩამოვიდა ძლივს მეგობრებო სამი დეტექტორი, ავსტრალიული მაინლაბები და ეს ინგტრელი მონსტრი ამერიკული. უმაგრესი დეტექტორია, რაც მინახია. მოდი გავხსნათ პირველი. მაინლაბის GoFind-ის ოჯახიდან არის. მაინლაბის GoFind-ის ოჯახიდან. ძალიან მაგარი დეტექტორი. მაინლაბი არის ავსტრალიური და არის როგორც ცხოველებში ლომი არის მეფე, ისე და მცენარეებში ვარდი მეფეა თუ დედოფალი. ნუ კაი, დედოფალი სიტყვით ისე არის დეტექტორების სამყაროში. მეინლაბი წამყვანი და ეს არის უკვე ინგტრელი ამერიკული მონსტრია. თუმცა ღამ unboxing-ი რომელიც გავიწყოთ მეინლაბის. აი ამასიჩა. ეს იქნება ბოლო. მაგრესი მონსტრი. თან მოვიხილოთ, ხო? კარგი. ოღონდ ხარ გავხსნა. დავიწყოთ რა ხსნა, მეგობრებო. გახსნ თუ გავხსნა? მოდი მე გავხსნი. ცოტა ნაზად შენითკენ არ ვიცი. ეს გადაფუთვა აშკარად, მაგრამ შეიძლება გადაფუთვაც არ. საიდან გავხსნა? აი მოდი მე ვიზამ. მიჩენ. მე პროფესიონალი. მე არ გავაფუჭო შეგნით. მოკლედ მეინლაბის როგორც ვთქვი, GoFind-ების სერია არის დამწყებებისთვის იდეალური და სამოყვარულოა, მაგრამ ჩემი გამოცდილებით სამოყვარულო სულაც არ არის. საკმაოდ პროფესიონალია. ასე რომ სამწუხაროდ ესენი ჩვენთან არ დარჩება. უნდა გავყიდოს. ესენი უნდა გაიყიდოს, მაგრამ ამავდროულად არც ჩვენი პირადი არ არის. ჩემი მეგობრისაა. და ამიტომ Oh yeah. Absolutely. Dana roigo. Moltes. უახლესი ვერსია. მოკლედ, ჯიგრებო, გაწმუნებთ ძალიან მაგარი დეტექტორია, ცეკო, მართლა ძალიან მაგარი დეტექტორია. შენთვის თავიდანვე ეს რომ ეყიდა, მოგლა, ამას ვუყურებ. თავიდანვე რომ ამით დაგეწყო, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, წილი ბიუჯეტის გამო რაღაცა ჩინური ჭყანი დაგაწყებინა. ეს არის მეინლაბი. ბავშვებს ამაზე მაგარ საჩუქარს ვერ გავუკეთებთ, დამიჯერეთ, მართლა ვერ გავუკეთებთ. ორი ძალიან მაგარი საჩუქარი არსებობს ბავშვებს. ეს და კიდე ერთი. იმედსაც მე თვითონ ჩამოვიდან, ეხლა არ გავაშკერებ. რატომ უნდა გავაშკერებ? ეს. ой, გავხსნათ? კი, გავხსნით. კაი, და ოპციებზე მე დამეხილოთ თან. მოკლედ, ხო, აქედან ჯობია. ახიე, თუ ეგრე იყო. ისე. ნელა. ამას ვიმციყით, იმას ენდომება რომ იყოს ხუთიანად და ასე რომ ბავშვი გახევა არ გვაწყობს. მაგრამ რანაირად არის თუ ამ ხუთშიც ხუთიანად არ ამოიღო. გაჩემამი. აი არა, ნუ ეკაჩები მასე, ბიჭო, ყოველი. ვის გაუგია მასე გამოკაჩვა, გაანებე თავი. იქიდან ამოიღე. გაანებე თავი. ახან არ გამოგდეს, გაანებე თავი. მასე არ იღები. აწიეს დანა. ორალა მასია, პროსტამში. როგორი გრაციოზულია, უგობით პროსტა შეხედე რა. აი ეს არის და მეგენი მე რეატკაცუნე. როგორი გრაციოზულია. აჰა. კარგით. ესეც ასე ყველაფერი თუ ასე ჩინოთ არის, ყველაფერი ჩანს. გავწიოთ კამერა უკან.
აზრო ეს? არა, არ უნდა აძრო, არაფერი ძალიან წელოქნა. satisfying იქნება. It will be very satisfying. მოკლედ, ახლა ნახე რა ხდება ციყვი. პირველი, რას ვაკეთებთ? ვაწვევით ამას და ხსნით. შემდეგ ეს არის პირველ ცო. მეორე. სიგრძეების კონტროლი ხდება აქედან და აი ამ სიგრძეზე დგინა დააგრძელებ. მერე სკაპ. ამხელა რა არის? კი, სიგრძე აბა სამყარო არ არის მეთქი ეს ბავშვობის ზომა ეს არ არის. ეს არის დიდების ზომა. და პატარა მოკლედ, რა გვაქვს ახლა აქ? ერთი სიტყვით მე და მამაჩემმა ვიდეოს გარეთ გავტესტეთ. ძალიან კაი დეტექტორია. ეხლა ვიდეოს ვიღებ და გავტესტოთ მოდი ვიდეოში. მოკლედ, ეს არის დეტექტორი, რომელიც მართლა ყოიმედი და ერთი ნახოთ შეგიყვარდებათ, მეგობრებო. ჩავთოთ. ძალიან მარტივია, აი, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. მოკლედ, ნუ ხმა ეხა ეს ძალიან კივის. შეგვიძლია ცოტა ეს ვქნათ. ძალიან გზნობიერია, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. თვითონ აკეთებს ყველაფრის დისკრიმინაციას, ანუ ეს ახლა ნუ ორ მეტალი გაუთიშე, ეს ყველა მეტალი და დანარჩენი უკვე კოინი, ძვირფასი ლითონი და კოინი ერთად რაღაცა შით მეტალი, ნაგავი, ანუ ფერადი ლითონი და ეს all მეტალი. ახლა მოდი ჩემასთვის ასისტენტს ვეთყვი და შეუბეროთ როგორ მუშაობს. მოდი დაიწყე აი იმით. რომელიც დამით? აი მაგით, ხო. ახლა ვართ all მეტალზე. ნახეთ, ის ახლა მოოქროვილია. და როგორც მოოქროვილ ნივთს გატარე. როგორც მოოქროვილ ნივთს და კოინს გაჩერე. როგორც მოოქროვილ ნივთს და კოინს ერთად ხედავს. ხედავთ? კარგი, ახლა გავთიშოთ all მეტალი და ისე გაატარე. კიდე გაატარე. ცოტა შორს გაწია, ძალიან ახლოს, შორიდანაც დაინახავს. აი ეგრეთ. ხედავთ? კოინი და all მეტალი, ანუ ბეჭედი თავიდან ხო, ნახე, გაწია. კოინი და all მეტალი დაინახა, ანუ როგორც ბიჟუტერია, ისე არ აღიქვამს. ახლა ჩავართოთ all მეტალი და ვნახოთ, გაატარე. ხედავთ? ანუ ფერადი ლითონა და ჯართად არ აღიქვამს. კაი, აიღე ახლა ისა ჩვენი 20 თეთრიანი. დაანახე კადრში ხალხს. კაი, ახლა ვნახოთ ეგ რა არის, რა მეტალს გვიჩვენებს. გაატარე. გვიჩვენებს როგორც არანაირი ძვირფასი ლითონი. ახლა ვნახოთ, დაწია უკან. გავთიშეთ, დაუშვათ all მეტალი და გაატარე. ხედავთ? დისკრიმინაცია როგორც კი გაუთიშე უწყაპიკია, ჩვენ 20 თეთრიანს გააჩერე. ჩვენ 20 თეთრიანს ვერ აღიქვამს ვერც კოინად, ვერც ძვირფას ლითონად, ვერც ფერადი ლითონთან. როგორც კი all მეტალს ჩავთავ და როგორც ჯართს დაინახავს, მიდი გაატარე. ხედავთ? ანუ დისკრიმინაციებში ძალიან აი ცხადად გაჩვენებს, რომ საქმე არ აქვს რაიმე საინტერესოსთან. კარგი, გადადე. აიღე ახლა დედიკოს ოქროს ბეჭედი. აჯაღოს. გაატარე. შეხედე? გაწია. გავთიშოთ all მეტალი და გაატარე. გაატარე აქეთ. გაჩერე ერთ ადგილას. ხედავთ? როგორც ძვირფასი ლითონი, როგორც ბიჟუტერია, ისე ხედავს, ორივეს გეცემცემდეთ. ნელ-ნელა გაატარე, გამოატარე. აი, ხედავთ? ძალიან ჭკვიანი დეტექტორია, აი უჭკვიანესი დეტექტორია. კაი, აიღე ახლა აი ეს დიდი მონეტა. ყველაზე დიდი, ხო, ეგ მეც არ ვიცი რა მატერიალია. ჩემი აზრით მოვერცხლილია. ცოტა შორს გაატარე, შორს. აი ეს. ხედავთ? აღიქვამს როგორც კოინს. და ასევე როგორც რაღაცა გაურკვეველ ჯიშის მინარევებს შეგდეთ, მაგრამ მოდი ახლა გაწია. ეს დისკრიმინაცია გავთიშოთ და გაატარე. აჰა. ნუ მოვერცხლილი არის და ხედავს რომ რაღაცა არის, რომელიც არის შით მეტალი და ნაგავი არ არის. რაღაცა აღიქვამს ყოველ შემთხვევაში. ჩავთეთ, კიდე გაატარე. ხო, all მეტალის კატეგორიაში არ გადის. კარგი.
აიღე ახლა სპილენძი. აი ბოლო რა დაგჭა. ხო, ეს უკვე სპილენძია. ხედავ? შორტს გაატარე, შორტს ცოტა. ხედავთ, ხო? გავთიშოთ ფულმეტალი. წავიდა, გაატარე. აჰა, კოინს აღიქვამს და როგორც კი ჩავთავ ახლა ფულმეტალს გაატარე. ხედავს როგორც კოინს, იმიტომ რომ სპილენძია, როგორც ძვირფას ნივთს, ოქროს, ფერად ლითონს, დისკრიმინაციას თვითონ ახდენს, ხედავს როგორც კოინს და ნუ რაღაცა კოინად აღიქვამს, მაგრამ გაატარ გამოატარე. ხო, ნუ ეს არის. კაი, გადადე გვერდზე. ესე იგი, რაში გვაქვს საქმე პატივცემულო ციყვო. ეს არის მგრძნობელობები, ანუ აქედან კილოჰერცებიდან მგრძნობელობები, აუწევ, დაუწევ. და მოკლედ ასე შემდეგ. ნუ აქედან როგორც გითხარით, ხმებია. ძალიან ჭკვიანია რა სიტყვაზე. მართლა ძალიან ჭკვიანია და ძალიან მაგარი. დღევანდელ ვიდეოში მეგობრებო, MineLab-ი გადავიხეთ. ძალიან მაგარი დეტექტორია. გამიხილეთ. Cofind-ის სერიებია, ხო? მომდევნო ვიდეოში ამ ინკტრეილის დეტექტორს გავხსნით და განახილეთ. ძალიან მაგარი მოსწრია. გაგიხარდებათ და ძალიან მაგარია. გავხარდებათ? ეგ ამერიკული უჩხულია. ეს ავსტრალიული უჩხულია. ძალიან ჭკვიანია. აი ეს MineLab არის ძალიან ჭკვიანი. ედას გეფიცებით 1000-ნაირ ვიდეოს და 1000-ნაირ რეკლამას ხედავთ ხოლმე. მოდი მე შევალ კადრში. 1000-ნაირ ვიდეოს და 1000-ნაირ რეკლამას ხედავთ ხოლმე. უბრალოდ დასირჩეთ და ნახეთ რას წარმოადგენს MineLab. აი მეც მუნეთ ხო პატარაა და კომპაქტურია და შეიძლება გაბრიელ ვიღაცა ითქვას ამ პატარამ რა უნდა ქნას. მაგრამ ხო ნახე რეები შეუძლია. იდეალურად ახდენს დისკრიმინაციებს. აი იდეალურად ხვდება გაჩვენებს დისპლეიზე რა მეტალთან აქვს საქმე კონკრეტულად მოცემულ შემთხვევაში. ერთადერთი რაც მე ამ დეტექტორში, გვერდიდან აქვს მხარდაჭერა ყურსასმენის შესაძლებელი. ერთადერთი რაც მე ამ დეტექტორში არ მომწონს არის ის რომ ეკრანი არ უნათდება. დანარჩენი იდეალურადაა ყველაფერი. ციყვი, შენთვის რო ეს მეჩუქებინა. დაბადების დღეზე დაუშვათ, ნუ 10-11 წლის, ან დაუშვათ 7 წლის ასაკში რო იყო. რა რეაქცია იქნება? ძალიან გამიხარდა და ვიტირები. ვიტირებდი? სიხარულით. ხო, ახლა ნახეთ რა ხდება. ამას დახასიათებაში უწერია რომ დამწყებთათვის არის იდეალური და ანუ მოზარდები 14-დან ზემოთ გაახარეთ ზონერიაო რა, მაგრამ იმდენად პრიმიტიულია გამოსაყენებლად, იმდენად მარტივი გამოსაყენებელია, რომ აი რა ვიცი, როგორ ფიქრობ ახლა 7-8 წლის ბავშვი ვერ გაუგებს? როგორ ვერ გაუგებს? თავისუფლად იმუშავებს, ხო? ასე რომ ეს ერთი, მეორე იქით გასახსნელია. ეს იგივეა იმის unboxing-ს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთი და იგივე კატეგორია, ზუსტად ერთი და იგივეა. ანუ მომდევნოში ამას გავხსნით, ამას გავტესტავთ, მაგრამ ეს უკვე პროფესიონალია. ეს პირდაპირ ვთქვათ, ეს უკვე უჩხულია, რასაც ქვია, უჩხულია, ამერიკულია და არც ისე ცნობილი ბრენდია, მაგრამ ძალიან ძლიერია. და მომდევნო ვიდეოში ესეც გავტესტავთ. რას? მართლა გავტესტავთ. უცბად შეაფასე. MineLab Cofind-ის ოჯახი. როგორ შეაფასე? ძალიან მაგარი 10-დან 10. 10-დან 10 უწერ? კი. ნუ მე მაინც 10-დან 8-ს დავუწერდი, მე. როგორ შეაფასე? დაწყებ. ვინც იწყებს, აი ძალიან მაგარია მაგათთვის. კი, იმიტომ რომ წვალება არ უწევს დისკრიმინაციებზე და მთელი ჩალიჩები და გრუნტის კალიბრაციები არაფერი არ უწევს. თავ თვითონ კალიბრდება, თვითონ გაჩვენებს ყველაფერს. და რა მარტივია, ხმის აწევა დაწევა 9.5 კილოჰერცი იდეალურია იმისთვის, რომ ბავშვს აჩუქო კი არა, წახვიდე და მაგრად იკაიფო. მე მაგალითად ამით პირადად მე ძალიან მაგრად ვიკაიფებ. საკმაოდ სიღრმეებში ხედავს 50 სანტიმეტრი, 50-დან 60 სანტიმეტრამდე უწერია პასპორტში, მაგრამ გააჩნია ობიექტის სიდიდეს. რაც უფრო დიდია ობიექტი, მე უფრო მაგ ხედავს. აი ამ ხილათო დაინახოს. კი, აი აქ გეშლებათ ხოლმე ხშირად ცალ ხოლმე კითხვას. ნახეთ, ციყვი, შენ კი იცი. აი ამას 3 მეტრის სიღრმეში ვერ დაინახავს. მაგრამ აი ამას დაახლოებით 50-60 სანტიმეტრზე დაინახავს, იმიტომ რომ დიდია, ნახეთ მასშტაბი. ანუ რისი თქმა მინდა. ნუ გონიათ ხოლმე რომ კითხვას როგორ სამოხონე ასე, რამ სიღრმეზე ხედავს? ვერავინ ვერ გეტყვით ზუსტად რამ სიღრმეზე ხედავს.
აბსოლუტურად ვერავინ თუ სკანერი არ არის და 3D-ში არ ხედავ პირდაპირ რაც არის იმაში, ნიადაგში. ასე რომ დიდია ობიექტი, უფრო ღრმად ხედავს დეტექტორი. მცირეა ობიექტი, უფრო ზედაპირზე უნდა იყოს. მიწის ზედაპირთან ახლოს. მოკლედ სულ ეს არის და ეს სამივე დეტექტორი უნდა გაიყიდოს. ჩემი არც ერთი არ არის. ჩემი მეგობრისა. ვაპირებთ რომ ამ სახის რაღაც მოხდოთ, ამას გავტესტავთ და ახლო მომავალში კაი რაღაცებს შემოგთავაზებთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ მეგობრებო. ნახვამდის. ელი ხარ და. შენც. საუკეთესო ასისტენტი.